მიმართვის ადრესატები მოქმედი ძალოვნები არიან, მიმართვის ავტორები კი თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკები, თადარიგის მაიორები, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები, ომის მონაწილეები, მათ შორის აგვისტოს ომის მონაწილეები, მიმართვის ავტორები არიან ყოფილი სამხედროები და ყოფილი პოლიციელები, ადამიანები, ვინც იძულებულები გახდნენ სამშობლო დაეტოვებინათ და ემიგრაციაში წასულიყვნენ, მათ შორის ქართული ოცნების პირობებშიც კი წავიდნენ ემიგრაციაში მათი ნაწილი და დღეს მათი მთავარი სათქმელი არის ის, რომ მათი ყოფილი კოლეგები უნდა დაემორჩილონ საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნას, უნდა შეასრულონ სამშობლოს წინაშე დადებიული ფიცი, არ შეასრულონ პარტიული დავალება, არ შეასრულონ უკანონო დავალება და 4 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეების გვერდით დადგნენ და არ აწიონ ხელი საკუთარ თანამებრძოლებზე. ჩემს ხელში მინიმუმ ალბათ 10,000-ობით ჯარისკაც სამხედროს გამოუვლია და ყველა ვიცნობ და იცით რომ არასდროს შევგუები ვარ მე და არასდროს არ შევეგუები უსამართლობას. ამიტომ თქვენც მოგიწოდებთ, გადადგით თავისუფლად ის ნაბიჯი, რაც გაგათავისუფლებთ ყოველგვარი შეზღუდვებისგან. ჩვენ ყველა თქვენს გვერდით ვიქნებით, ჩვენ გავერთიანდებით და შევძლებთ ჩვენი ქვეყნის სწორად წარმართვას. საქართველოს ბედი ყოფნა არ ყოფნის საკითხიც ხდება და დრო თითქმის აღარ რჩება და იწურება. მხოლოდ და მხოლოდ დაგვრჩა ძალიან ცოტა და ამისთვის საჭიროა რომ ყველანი გავერთიანდეთ. ყველამ ერთად დავდგეთ. არც ერთ ჩვენგანმა უკან არ უნდა დავიხიოთ. უნდა ვიბრძოლოთ ისე რომ თითქოს უკანა გზები ჩახირგული გვაქვს და ამიტომ დიდგორი, ანუ ძლევაის საკვირველი მეორედ უნდა ეწოდოს 4 ოქტომბერს. ყველას ვთხოვ, ვისაც კი ვიცნობ საქართველოში, რომ დაიცვან ქართველი ხალხი, დაიცვან ქართული კონსტიტუცია, დაიცვან გმირების, ჩვენი ქართველი გმირობის დანატოვარი, ვისთვისაც მათ თავიანთი სიცოცხლე გაიღეს და დადგნენ ქართველი ხალხის გვერდით. არ დაუპირისპირდნენ ქართველ ხალხს, არ შეასრულონ რუსეთის გეგმა, რუსეთის განზრახვა და ხელი არ აიღონ ქართული ხალხის წინააღმდეგ. 4 ოქტომბერი ეს იქნება გადამწყვეტი ბრძოლა ჩვენთვის. ჩვენ რევანშისთვის არ ვემზადებით. ჩვენ ვემზადებით იმისთვის, რომ საქართველოს იცხოვროს დემოკრატიაში, დემოკრატიულ საწყისებზე და იყოს სამართალი ჩვენს ქვეყანაში. იყოს იმის არჩევანის უფლება, რომ ჩვენი აზრი გამოვხატოთ და არავინ ამის გოლისთვის არ გვდევნიდეს და არ გვაგდებდეს სამსახურიდან. მოგმართავთ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთოთ. დავფიქრდეთ და ვიცოდეთ, რომ ჩვენი გზა არის დასავლეთით. ვეტერანი ძალოვნების მიმართვა შეერთებულ შტატებში არის ჩაწერილი. ეს არის ადამიანები, ეს არიან ის ადამიანები, რომლებიც ძალიან კარგად იცნობენ როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე თავდაცვის სამინისტროს და მიაჩნიათ, რომ რეორგანიზაცია ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ორივე უწყებაში. ეს ხალხი, ვის მიმართვასაც ახლა საზოგადოება ისმენს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სხვადასხვა შტატებში არიან დასაქმებული, სხვადასხვა სამსახურებში და ისინი საკუთარ პროფესიულ მოვალეობას იქ ვერ ასრულებენ. თუმცა, იმდენად მნიშვნელოვნად მიაჩნიათ მათ 4 ოქტომბრის დიდი საპროტესტო აქცია, სადაც მშვიდობიანი რევოლუცია არის და ანონსებული, რომ ყველამ საკუთარი საქმე გადადო, შეიკრიბა და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ერთად მიემართათ სწორედ მოქმედი ძალოვნებისთვის. ჩვენი ქვეყანა ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ ხალხს და არავის სხვას. ხალხი ვიღებულობთ ჩვენ ამს გადაწყვეტილებებს და შესაბამისად ძალა ერთობაშია პრინციპით ჩვენ უერთდებით დანარჩენ ქართველებს, დანარჩენ საქართველოს იმ ახალგაზრდებს, რომელიც დაუღალავად 24 საათიან რეჟიმში თავიანთ პოზიციას აფიქსირებენ და ძალიან გმირულად და ვაშკაცურად ითხოვენ იმას, რაც ეკუთვნის საქართველოს და ქართულ ხალხს. ჩვენ ვიბრძვით და ყოველთვის ვიბრძოლებთ, არა აქვს მნიშვნელობა სად ვიქნებით, ეს იქნება ემიგრაციაში, ამერიკაში, ევროპაში თუ სხვა ქვეყანაში. და ყოველთვის ვიქნებით ერთად. პირველ რიგში ჩვენი სამშობლო უნდა იდგეს პირველ ადგილზე, პირველ რიგში კანონი უნდა იდგეს პირველ ადგილზე და ყველაზე მთავარი რაც არის, ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდეს ის, რასაც ქვია უკანონო ბრძანების შესრულება და
არასდროს აღარ იყოს იმისი საჭიროება, რომ ვინმე გასცეს საერთოდ უკანონო ბრძანება და არასდროს აღარ არსებობდეს ამის შემსრულებელი ხალხი. 4 ოქტომბერს ქართველი ხალხი იკრიფება და ერთად აპირებს ოლიგარქიული რუსული რეჟიმი მშვიდობიანად გაუშვას იქ, საიდანაც მოვიდნენ, საქართველოს ეხა ჭირდება ერთიანობა და იქ არანაირი ძალადობა, არანაირი სისხლპირით ეს იქნება მშვიდობიანი ერთობა და ეს იქნება საქართველოს დემოკრატიული თავისუფალი მომავლის წინ გადადგმული ნაბიჯი. შეერაღებულ ძალებში ვიმყოფები 97 წლიდან. ამჟამად ვიმყოფები ემიგრაციაში. რადგან იძულებული გავხდი ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე. იმედოვნებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, კარგად ჩაივლის ყველაფერი და ბრძოლა ბოლომდე. წამს რომ ქართველი ხალხი გამონახავს თავიანთ თავში ძალას, რომ ეს უარგისი ხალხი მოიცნო ერთხელ და სამუდაოდ. ქვეყანაში თუ კანონმა არ იკანონა, ჩვენ საშველი არ იქნება. კანონმა უნდა იკანონოს, უნდა თავისუფალი არჩევნები ჩატარდეს. ქართველები რუსებს ვაძლევთ ხმას? სხვა სირცხვილია. თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ საქართველოში ცვლილებების დრო მოვიდა, რომ ქვეყანას აღარ უნდა მართავდნენ ადამიანები, რომლებიც უკანონო ბრძანებების უკან დგანან. მაშინ, როდესაც ძალოვნები, ვეტერანი ძალოვნები მოქმედებაზე გადავიდნენ და ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიმართავენ მათ ყოფილ თანამშრომლებს, საქართველოს მოქალაქეებს მობილიზება აქვთ გამოცხადებული 4 ოქტომბრისათვის 12 დღე დარჩა, სწორედ 4 ოქტომბრის ფართო მასშტაბიან საპროტესტო აქციამდე. ამ 12 დღის განმავლობაში საზოგადოებას მიაჩნია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა ერთიანობა არის და ვინც ჯერ კიდევ სკეპტიკურად უყურებს 4 ოქტომბრის დიდ საპროტესტო აქციას, სურთ რომ ის ადამიანები დაარწმუნონ, რომ გამარჯვება არის გარდაუვალი, თუმცა მნიშვნელოვანი არის დიდი ერთობა 4 საათზე 4 ოქტომბერს არის სწორედ დიდი საპროტესტო აქცია დაანონსებული.